მოგესალმებით ყველას ჩემო საყვარელ მოსმენილებო, ვინც პირველად შემომიერთით. პირველად უყურებთ ჩემს საჯარო გაშლებს. გეტყვით რომ მე გახვალა ვართ ლილიანა, რომელსაც ძალიან უყვარს ლენორმანის კარტი და შემოგთავაზებთ სხვადასხვა სახის გაშლებს ლენორმანის კარტებზე და ვისაუბრებთ თქვენს მომავალზე, ჩაფიქრებულ პიროვნებებზე, რა იქნება თქვენ შორის და ასე შემდეგ. დღევანდელი საჯარო გაშლის თემა კი ეხება სასიყვარულო ურთიერთობებს, თუ თქვენ ელოდებით პიროვნებას, რომელთანაც დასრულდა ურთიერთობა, გაინტერესებთ, შერიგდებით თუ არა, იქნებით თუ არა კვლავ ერთად და ასე შემდეგ. მოკლედ, გვექნება საჯარო გაშლა, შერიგდებით თუ არა. ასეთ სახის. პირველ რიგში, ასევე მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ჩართოთ ჩემი ვიდეო, შეიძლება 2 თვის წინანდელი, შეიძლება 1 წლის წინანდელი, იმ დროს, როდესაც თქვენ ჩართავთ და მოусმენთ, მაშინ იქნება აქტუალური. შეგიძლიათ გამეორებითაც მოისმინოთ, ნახეთ რა შეიცვალა, ან შეგიძლიათ ისევე ნახოთ თავიდან და რა შეიცვლება მომავალში. არ აქვს მნიშვნელობა, როდის არის დადებული ჩემი ვიდეო. კარგით, დავიწყოთ, ვნახოთ, შერიგდებით თუ არა, გამოიჩენს თუ არა ინიციატივას, რა იქნება თქვენ შორის და ასე შემდეგ. ეს ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ მათ, ვისაც აქვთ პრობლემური ურთიერთობა, ამ ეტაპზე დაშორებულები არიან. თუ თქვენ არ გაქვთ ესეთი სიტუაცია, მაშინ უყურეთ სხვა ვიდეოს, რა იქნება თქვენ შორის სიყვარული და ასე შემდეგ, რომელიც არის ჩემს ვიდეო არქივში. შეგიძლიათ არჩიოთ, ყოველთვის სათაურებს მიაქციეთ ყურადღება, რომ სწორად მოხდეს სათაურის არჩევა. თუ თქვენ შორის ახლა პრობლემა არ დგას, რა თქმა უნდა, ამ ვიდეოს არ უნდა უყუროთ. ეს არის მხოლოდ მათთვის, ვისაც აქვს ესეთი ურთიერთობა, ვინც ახლა დაშორდა, ან ვისაც აქვს რაღაც პრობლემა ურთიერთობაში, ელოდება ამ პიროვნების გამოჩენას, შერიგდებით თუ არა, ეს კითხვა ვისაც აინტერესებს. კარგით. სამი კომბინაცია კვლავ. შერიგდებით თუ არა. აბა ვნახოთ რა ხდება. ორი კომბინაცია აქ დავდოთ რომ ნახოთ. ან უბრალოდ ვიდეოს დასაწყისს უყურეთ ხოლმე, თუ ვერ არჩევთ კომბინაციას და მიხვდებით გეხებათ თუ არა ეს თქვენ. კარგით, შერიგდებით თუ არა. თავად პიროვნება ამოვიდა. აბა ვნახოთ რას ფიქრობს ეს პიროვნება. სურს თუ არა შერიგება. თავის თამოვიდა კარტი. ყველაფერი გასაგებია, მოდით ახლა ისე გავაკეთოთ, რომ გამოჩნდეს ყველაფერი კარგად და მიხვდეთ რა ხდება. მე მგონი ჩანს. თქვენ ელოდებთ ამ პიროვნების შეტყობინებას და ეს პიროვნება მოგწერთ ძალიან კარგი. მე მგონი ჩანს ყველაფერი. მოკლედ, ჩემოკარგებო, ეს არის დიდი ხნის ურთიერთობა. არ არის ახალი ურთიერთობა, ესე ვთქვათ, საკმაოდ დიდი პერიოდი განვლეთ თქვენ ერთად. სურვილი ამ პიროვნების ერთად ყოფნის და შერიგების არის. თქვენი მხრიდან მოხდა ალბათ რაღაცა კონკრეტული პრეტენზია, ესე ვთქვათ. ეს პიროვნება შესაძლოა არჩევნის წინაშე იდგა და სხვა ადამიანიც იყო ამ ურთიერთობაში და არჩევანი აქვს გასაკეთებელი რეალურად და გააკეთებს თქვენ სასიკეთოდ არჩევანს და აი ამ პრობლემებს აგვარებს ახლა და გამოჩნდება თქვენ ცხოვრებაში. თქვენ მარტივად რომ თქვათ ელოდებით ამ პიროვნების შეტყობინებას და გამოჩენას და ნამდვილად მოგივათ ესეთ შეტყობინება წლის ბოლომდე, ახალ წლამდე ან ახალ წელს დაიმახსოვრეთ ეს პერიოდი. იმდენად გამოანათებს ეს ადამიანი, გაოგნებული იქნებით და გაკვირვებული იქნებით მისი გამოჩენით, ვინც ახლა მე მიყურებს პირველ კომბინაციას, გონია რომ ყველაფერი დასრულდა მის ცხოვრებაში და არაფერი არ შეიცვლება და ეს პიროვნება არ გამოჩნდება და ამ პიროვნებამ აღარ უნდა თქვენთან ერთად ყოფნა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს პიროვნება ნამდვილად გამოჩნდება თქვენ ცხოვრებაში და იქნება შერიგებაზე საუბარი, იმდენად გახარებული იქნებით, იცით როგორ სიტყვებს გეტყვით, იცით რა მე ვცდილობდი, მე ვეცადე რომ აღარ დაუბრუნებულიყავი, მე მინდოდა რომ ეს ურთიერთობა დამესრულებინა, მაგრამ ვერ შევძელი შენი დავიწყება და მე მინდა ისევ შენთან ვიყო. მე
შენთან დაკავშირებით ყველაფერს გავაკეთებ ისე რომ შენ იყო კმაყოფილი, მე ვიღებ შენს პრეტენზიას, აი ესეთი რაღაცა არის თქვენ შორის, რაღაც გადასაწყვეტი აქვს რეალურად ამ ადამიანს. ანუ შესაძლოა რაღაც დაუსრულებელ ქორწინებაში იყო და დიახ, დაშორდება იმ ადამიანს და თქვენ სასიკეთოდ გააკეთებს ურთიერთობას, ან თუ თქვენ ხართ ახლა ქორწინებაში და წავიდა ეს პიროვნება, დაბრუნდება და იქნება ამ ურთიერთობაში. ყოველ შემთხვევაში ამ ადამიანის დაბრუნება ამოგდით, რადგან გადასაწყვეტი აქვს ახლა ამ ადამიანს და ზუსტად აი ამ თავის ფიქრებშია, რომ ვერ ძლებს უთქვენოთ, ვერ გაძლებს ეს პიროვნება ვერანაირად უთქვენოთ და ეს ადამიანი თავისივე ინიციატივით დაგიკავშირდებათ, თავისივე ინიციატივით გამოჩნდება და ძალიან გაგახარებთ თავის გამოჩენით, იმიტომ რომ მოდის უკვე მზა იდეებით რა უნდა შემოგთავაზოთ ამ ადამიანმა. თქვენ სასიკეთოდ აკეთებს არჩევანს და აქვს ძალიან დიდი გრძნობები, ბრძოლობდა თავის თავში, რომ როგორღაც დაესრულებინა ეს ურთიერთობა, იმიტომ რომ საკმაოდ შეიძლება რთული ურთიერთობა იყოს და წლების განმავლობაში გრძელდებოდეს ეს თქვენი ურთიერთობა და დიახ, ეს ადამიანი გადაწყვეტს თქვენ სასიკეთოდ ამ ნაბიჯს, რომ აი თითქოს რაღაც უნდა გადააბიჯოს ამ ადამიანმა. თითქოს შეიძლება ოჯახის წევრებს გადააბიჯოს, თითქოს შეიძლება რაღაც თავის თავმოყვარეობას გადააბიჯოს და მოვიდეს თქვენთან, ანუ ნებისმიერი რამ, რაც შეიძლება მის ქმედებასთან იყოს დაკავშირებული, თქვენ სასიკეთოდ გადადგავს ეს პიროვნება ნაბიჯს და ძალიან გაკურვებული იქნებით. მისი ამ შეტყობინებით, რომელიც შეიძლება ძალიან ვრცელი შეტყობინება იყოს, რასაც მოგწერთ, რომ ვერ შეძლო თქვენი დავიწყება და ისე უნდა მას თქვენთან და ვერ წარმოუდგენია მას, რომ თქვენ სხვა ურთიერთობაში იყოთ და გეტყვით, რომ უნდა თქვენთან ერთად ყოფნა და აგარჩიათ თქვენ, იმიტომ რომ აქ სავარაუდოდ ვიღაცაზე უარის თქმა უწევს ამ ადამიანს და ეს იყო თქვენი პრეტენზია, ან ასე უნდა გადაეწყვიტა, ან ასე, ან შესაძლოა ეს რაღაცა სამსახურის თემაც იყო ისეთი, რომ ან მე ან შენი სამსახური. აი ესეთი, იმიტომ რომ სამსახურზე იყო დაქორწინებული, ესე ვთქვათ, იმდენად დაკავებული იყო იმ სამსახურში, რომ თქვენ დროს ვერ გითმობდათ შესაბამისად. მოკლედ, ყოველ შემთხვევაში რაღაცა იყო ისეთი, რაზეც თქვენ უთხარით, ან მე, ან ის, ან მე, ან ეს შენი რაღაცა მდგომარეობა. და ეს ადამიანი ზუსტად გაუშვით, ესე ვთქვათ, და ფიქრობს, როგორ მოიქცეს, შეძლებს თუ არა უთქვენოდ ყოფნას, მაგრამ ეს პიროვნება ვერ შეძლებს უთქვენოდ ყოფნას და აუცილებლად დაგიკავშირდებათ, გამოვა ხაზზე ახალ წლამდე და იქნებით ამით ძალიან კმაყოფილი. ისევ ძალიან დიდი და შორი ურთიერთობა გელოდებათ, ანუ მთელი ცხოვრების ურთიერთობა გელოდებათ ამ პიროვნებასთან. თქვენც ვერ ხედავთ იცით, ანუ სხვა პიროვნებასთან თქვენ მომავალს და რა შეთავაზებითაც არ უნდა მოვიდეს პრინციპში ეს ადამიანი ალბათ მასთან არ გააკეთებთ თქვენ არჩევანს და მასთან იქნებით. ეს არის ურთიერთობა, შეიძლება ბევრჯერ შორდებოდით და შეიძლება ბევრჯერ კიდევ შერიგდებით, იმიტომ რომ უერთმანეთოდ ვერ ძლევთ რეალურად და ეს არის თქოს ის თქვენი ადამიანი, ვინც თქვენ გჭირდებათ. რაღაცნაირად ორივე ძალიან ცოდუები ხართ რაღაცა ურთიერთობაში, ესეთი რაღაცა მომწერ, ორივე რაღაცას წვალობთ. შეიძლება რაღაც გარემოებები გაქვთ ისეთი, რაც გიშლით ხელს რომ ერთად იყოთ. ვალდებულებები გაქვთ შეიძლება ისეთი, რომ ვერ ცვლით ამ ვალდებულებებს. მოდი ცოტა გავუგეთ ამ კაცსაც, ხო? ამ პიროვნებას შეიძლება ეხლა თქვენ მამაკაცი მიყურებთ, მაგრამ ძალიან ისეთი ცოტა რაოდენობით მამაკაცები მიყურებენ, ხოლმე მე და ამიტომ მირჩევნია რომ ვისაუბრო. გალებთან დაკავშირებით, მანდილოსებთან დაკავშირებით, აი ამ პირით ვისაუბრო. რაღაცნაირად არ ვიცი, რაღაცნაირი ისეთი გრძნობა დამიტოვა, რომ თითქოს არის კი სირთულები, მაგრამ უნდა რაღაცნაირად აი გაუძლოთ, აი გაუგოთ ერთმანეთს, რაღაცნაირად აი იჩაგრებით ორივე მხარე, მიხვდით, გარემოებებია ისეთი, რომ უნდა იყოთ ერთად, მაგრამ აი ამ პრობლემებთან ერთად. მაინც მგონია, რომ აქ არის ან ვიღაცას ოჯახი აქვს, სადაც ეს ერთ-ერთი ოჯახის წევრი შეიძლება ავად არის და ვერ მოდის ამ ოჯახიდან, ან შვილი ყავს ავად, ან რაღაცა ისეთი ვალდებულებები, ან ვერ ახერხებს თქვენს ცოლად მოყვანას მისი ოჯახური პირობებიდან გამომდინარე. რაღაცნაირად იჩაგრებით მოკლედ ორივე მხარე და რაღაცნაირად აი გული მეტკინა ხა რაღაცა ისეთი ის არის, რა რთული ვითარება არის, მაგრამ მგონია რომ უნდა გაუგოთ ერთმანეთს და ერთმანეთი გამხნევოთ რაღაცნაირად ამ რთულ ვითარებაში, რომ
ჭირდებით თქვენ ერთმანეთს და მოდით დაუდეკით ერთმანეთს გვერდში, ხო? აი ესეთი რაღაცნაირი ურთიერთობა და ეს პიროვნება ზუსტად მაგ სიტყვებით მოვა თქვენთან, რომ მე მაქვს ესა და ეს სიტუაცია, მე მინდა შენთან, მე შევეცდები ამ ყველაფრის მოგვარებას, მაგრამ თქვენც რაღაცნაირად შანსი უნდა მისცეთ ამ პიროვნებას. არ უნდა ამ ადამიანს თქვენ უთყოფნა და თვითონაც ძალიან განიცდის და მოვა თქვენთან ზუსტად აი ამ ყველაფრის სათქმელად და მე მგონია რომ თქვენც გახარებული იქნებით და თქვენც მიიღებთ მის რაღაც შეთავაზებასაც. დამეწვა გული. თქვენ პირველ კომბინაციაზე მოკლედ. კარგით, ძალიან ხმაურიანი მეზობლები მყავს. არ ვიცი ისმის თუ არა თქვენთან. კარგით, მეორე კომბინაცია ვნახოთ. შერიგდებით თუ არა, რაღაცა ძალიან იმოქმედა ეხლა რაღაც პირველმა კომბინაციამ ჩემზე და მეორე კომბინაცია მინდა რომ კარგი იყოს. და იმიტომ რომ მიჭირს საუბარი, ისე დავითრგუნე და რაღაც აი შეცოდების იმანი იმუშავა ჩემში ძალიან, იმიტომ რომ ეს კარტები როგორია იცით შემოკარგება, როდესაც ხსნი, ხო და როდესაც ვშლი რაღაც კომბინაციას, ხო? აბსოლუტურად ჩემ რაციონალურ გონებას ვთიშავ ამ შემთხვევაში და ზუსტად რა ენერგიაც მოდის, იმაზე ვარ ორიენტირებული და სხვადასხვა გრძნობები ამოდის და იმ გრძნობებს უნდა მივაქციო ყურადღება, რა თამაშობს ჩემში მეტად და აი აქ ითამაშე მეტად აი იმ რაღაც შეცოდების მომენტმა პირველ კომბინაციაში და რაღაცას ესეთი რაღაც რთული რაღაც თან რაღაც სასიყვარულოა ძალიან და რაღაც დრამა ურთიერთობა იყო მოკლედ პირველი. კარგით, ვნახოთ ახლა მეორე კომბინაციაში რა ხდება. ეხლა საერთოდ არ გადავარდები იმედიას გამიდან. ისეთი ამები არ ხდება აქ. ვნახოთ, შერიგდებით თუ არა აქ. რაღაცა მოლოდინები. მოკლედ. კარგად ვნახოთ აბა. აქ იცით რა არის? თქვენ გაქვთ რაღაც შეცდომა, აქვს დაშვებული. თქვენ უნდა გამოიჩინოთ ინიციატივა, იმიტომ რომ ეხა თქვენ საპირისპიროდ არის აქ მეორე კომბინაციაში. მეორე კომბინაციაში რა ხდება ჩემო კარგებო შერიგებასთან დაკავშირებით, ანუ თქვენ ეძებთ გზას როგორ შეირიგოთ ეს ადამიანი და თქვენ გაქვთ ნაბიჯი გადასადგმელი, ვინც მე ახლა მიყურებთ მეორე კომბინაციაში, რომ შერიგდეთ, თქვენ უნდა გააკეთოთ რაღაც ნაბიჯი უნდა გადადგათ. იმიტომ რომ თქვენი დანაშაული ჩანს აქ მეტად, ვიდრე ანუ რაღაცა იეშმაკეთ, გეგონათ რომ გაგივიდოდათ და ამ ადამიანმა სხვანაირად მიიღო ეს ყველაფერი და ეხლა ორივე რაღაცნაირად ისეთ პოზიციაში დგეხართ, რომ არ გინდათ არც ერთის დათმობა. მაგრამ თქვენ გაქვთ ნაბიჯი რეალურად გადასადგმელი, მუდმივ ეჭვიანობაში ხართ, ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ მუდმივად ეჭვიანობთ ვიღაცაზე. მუდმივად ამ ადამიანს არ აძლევთ მოსვენებას, რომ აუცილებლად ვიღაცას წერს, ვიღაცასთან გალატობთ და ასე შემდეგ და აი სულ აი ეს პრობლემა გიდგათ და დაიღალა სავარაუდოდ ეს ადამიანი ამ ყველაფრით და დაღალეთ ამ მუდმივ ეჭვიანობით და ამ ეტაპზე თქვენ უნდა გადადგათ ნაბიჯი აქ ამ ადამიანისგან ნუელით ნაბიჯის გადმოდგას თქვენი ნაბიჯი უკეთესი იქნება და კარგი რომ თუნდაც ამ ვიდეოს შემდეგ მიწეროთ, მოიკითხოთ, აღიაროთ თქვენი შეცდომა და აუცილებლად შერიგდებით და ვიცი კომენტარებში დაწერთ რომ შეგიგდათ ეს პიროვნება. ოღონდ ესა თქმა უნდა ჭკვიანურად უნდა გააკეთოთ, დაპირებაც უნდა მისცეთ ამ პიროვნებას, რომ ასე აღარ მოიქცევით, რაღაცა ბავშვური მომენტმა ითამაშა თქვენთან აშკარად, რაღაც ბავშვურად მოიქეცით რაღაც საკითხში, თქვენც აცნობიერებთ ამ ყველაფერს, რომ არ ხართ მართალი აქ და ხშირად ამ ადამიანს აი თითქოს ჰაერს უკეტავთ, ესე ვთქვათ, იმდენად ზღუდავთ რაღაცეებში და ეს ადამიანის ლოგიკურია რაღაც მხრივ დაიღალა და თვითონ იმიტომ არ აკეთებს არანაირ ინიციატივას, იმიტომ რომ დარწმუნებულია, რომ თქვენ ხართ ახლა დამნაშავე და თქვენიდან არის საჭირო ნაბიჯის გადადგმა. მიწერეთ ამ პიროვნებას, უთხარით რომ არასწორად მოიქეცით და მე ვფიქრობ, რომ დასტაბილურდება თქვენი ურთიერთობა, ოღონდ ნუ გაიმეორებთ იგივე შეცდომებს, რომ ისევე ამ ვიდეოს ჩართვა მოგიწიოთ, შერიგდებით თუ არა, იმიტომ რომ ხშირად უშვებთ ამ შეცდომას, რომ ამ ადამიანს რასაც კი აღჩობთ, აი მითხარი რომ გიყვარვარ, მითხარი რომ სხვა არავინ არ ყავს, მითხარი რომ არავის არ წერ, აბა მანახე ტელეფონი და ასე შემდეგ. აი ეს გაქვთ მუდმივად გაჩაღებული, ესე ვთქვათ და ძალიან სერიოზული კამათი მოგივიდათ ამ ეჭვიანობის ნიადაგზე თქვენი მხრიდან.
შერიგდებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გადადგავთ ნაბიჯს, თუ თქვენ არ გადადგავთ ნაბიჯს, ეს ადამიანი დიდი ხანი იქნება დამალული თქვენ ცხოვრებაში და დიდი ხანი არ გადადგავთ ნაბიჯს, იმიტომ რომ ძალიან უკვე შეულახეთ, ესე ვთქვათ, თავმოყარეობა, ისეთი რაღაცები უთხართ, ისეთ მოწამლეთ ეს ადამიანი, რომ არანაირ სრული არ აქვს თვითონ რომ გაბოშდეს ეს პიროვნება. გადამეტებული ეჭვიანობა გაქვთ ამ შემთხვევაში და მე გირჩევდით, რომ თქვენ გადაგედგათ ნაბიჯი, მოკლედ რომ გითხრათ. და დასტაბილურდება თქვენი ურთიერთობა, თავარია მოეშვათ ამ ეჭვიანობას. ახლა არ არის ეს საჭირო მუდმივი. იცით რა არის? ადამიანს თუ არ უნდა თქვენთან ერთად ყოფნა, ხო? აი ეს კომბინაცია ზუსტად მეორე, ხო? ნიშნავს იმას, რომ არ იქნება თქვენთან, ანუ რაც არ უნდა დააძალოთ, არ იქნება თქვენთან და ნუეჭვიანობთ, ანუ ამის თქმა მინდა, ამ დონეზე ნუეჭვიანობთ. იმიტომ რომ ეს აფუჭებს ამ ურთიერთობას. თუ ასე გააგრძელებთ თქვენ ამ ურთიერთობაში ყოფნას, ხო, რა თქმა უნდა, გაგიფუჭდებათ ეს ურთიერთობა და არ იქნებით ერთად მობეზდება ამ ადამიანს ერთ დღესაც და გეტყვით, რომ აღარ მინდა დავიღალე შენ ურთიერთობას, ვერაფერს ვერ გიმტკიცებს, ვერაფერი ვერ დაგაჯერე და როდემდე უნდა ვიყოთ ამ ურთიერთობაში. ურთიერთობა გვჭირდება იმისთვის, შემოკარგებო, რომ ვიყოთ ბედნიერები, ვიყოთ მშვიდად, ერთმანეთი გავაბედნიეროთ, ხო? რა თქვინდა ისეთი ურთიერთობა, სადაც სულ მუდმივი ეჭვიანობაა, ხო? რაში გჭირდებათ ისეთი ურთიერთობა, ან თქვენ, ან მას. ეს არის ერთმანეთის დაღლა, ეს ურთიერთობა არ არის. ამიტომ უნდა მოეშვათ მოკლედ აი ამ რაღაცნაირ მის დაგესვლას, ესე ვთქვათ, და გექნებათ ყველაფერი კარგად. მიწერეთ ამ ადამიანს, თქვენგან არის საჭირო ამ ნაბიჯის გადადგმა. თუ თქვენ ახლა ეს მეორე კომბინაცია თქვენთან არ არის დაკავშირებული და თქვენ არ თვლით თქვენს თავს დამნაშავეთ, მაშინ ეს არ არის თქვენი კომბინაცია. მაგრამ აქ მე მგონია, ვინც მეორე კომბინაცია აირჩიეთ, თქვენი დანაშაულია რაღაცთან დაკავშირებით და რაღაცნაირად მოძებნეთ გზა რაღაცაში მაყურად, იქნებ შემოირიგოთ ეს პიროვნება, მაგრამ მგონია რომ შერიგდებით. ეს ადამიანი თქვენი მხრიდან რასაც ინიციატივას გადადგავთ, მოხდება შერიგება. მოინდომეთ და თქვენ გაქვთ შანსი რომ შეურიგდეთ ამ ადამიანს, ანუ თქვენ უნდა გააკეთოთ ინიციატივა, თქვენ უნდა გადადგათ ნაბიჯი, თორე ეს ადამიანი არ გამოჩნდება თავის, იმიტომ რომ იმდენად ამაყი პიროვნებაა, თქვენ რეებიც უთხარით ამ ადამიანს, ამას ვერ მოინელებს დიდი ხანი სავარაუდოდ და რაღაცნაირად შეარბილეთ ეხა თქვენს მიერ ნათქვამი სიტყვები, თუ გიღირთ ეს ადამიანის შერიგება, თუ არ გიღირთ, რა თქმა უნდა, თუ არ გინდათ ამ ადამიანთან ურთიერთობა, მაშინ საერთოდ უყურებთ ამ ვიდეოს. გადადგით ნაბიჯი მეორე კომბინაციაში. თქვენ მიწერთ ამ პიროვნებას, თქვენ დაუკავშირდით, თქვენ დაურეკეთ და შესაბამისად 80% არის იმისა, რომ თქვენ შერიგდეთ ამ პიროვნებასთან. ოღონდ იგივე შეცდომა არ გაიმეოროთ, რომ არ გაგიფუჭდეთ ეს ურთიერთობა. მესამე კომბინაცია შერიგდებით თუ არა? აქ რა ხდება? შერიგდებით თუ არა? აქ მეგონი დაბლოკილი ყავთ, საერთოდ ერთმანეთი ამოშლილი ყავთ ერთმანეთი და რა ვიცი მე. გაგონებაც არ გინდათ არც თქვენ და არც იმას მეგონი ერთმანეთი. კაი, ნახოთ აბა. მარტივად რომ თქვათ. დასრულებულია ეს ურთიერთობა. ეს ადამიანი შეიძლება სხვა ურთიერთობაში იყოს უკვე და უყურებდეთ იმ თქვენ წარსულის მდგომარეობას, ან რატო გაგუშვით ეს შანსი ხელიდან, შეიძლება მაგას ფიქრობდეთ. გონია რომ ეს ადამიანი უკვე სხვა ადამიანთან არის, ჩემო კარგი მომდრო საკმაოდ დასრულებულია, დიდი ხნის დასრულებული ურთიერთობაა და ეხლა შერიგებას არ უნდა ელოდოთ. მარტო ხართ ახლა თქვენ, მაგრამ სხვა ურთიერთობა გექნებათ რეალურად. აქ შერიგება არც გამოვა, შეიძლება ასე ითქვას, იმიტომ რომ სხვაგან არის უკვე, შეიძლება ამ ადამიანს საერთოდ ოჯახი შექმნა უკვე, ანუ შეიძლება უკვე სხვა ყავს, ანუ თქვენ ამას გაიგებთ, ანუ უკვე გაიგეთ ამის შესახებ, სინანულის გრძნობა გაწუხებთ. ახალი პიროვნება უნდა ეძებოთ, ნახეთ, ანუ ეს ურთიერთობა დასრულდა, ეს პიროვნება სხვაგან არის და თქვენ რაღაც ახალს ეძებთ. ახალს ეძებთ, სადაც უკვე დაცულად იგრძნობთ თავს, მიხვდით? ამ პიროვნებასთან შერიგება როგორ არის, ცით მოდი ცოტა დავამატოთ კიდე კარტი. ხო, ნუ ახალი ურთიერთობა გელოდებათ, უფრო ახალი ადამიანი უნდა შემოვიდეს თქვენ ცხოვრებაში. ნუ ეს ამას უნდა დაემშვიდობოთ რა როგორღაც ამ ურთიერთობას. იმიტომ რომ მოდება ერთი წუთით კიდე რაღაცა მაინტერესებს და ვნახოთ აბა.
ხო. ეს ურთიერთობა დასრულებულია შეიძლება დიდი ხნის წინ და დიდი ხანი ელოდებოდით ამ ადამიანს და გაუშვით ეს ადამიანი თქვენი გონებიდან და ის ახალი მიიღეთ, ვინც არის, იმიტომ რომ აქ ძალიან რთული ურთიერთობა იყო, ან შესაძლოა კიდევ როგორი რაღაცა იცით, დაშორდით საკმაოდ რთულად ერთმანეთს, დაშორდით ძალიან მძიმედ, რომელმაც ძალიან დიდი ტრავმა მოგაყენათ. განადგურებულია თქვენი შინაგანი მე და თქვენი ქალურობა აბსოლუტურად. ახალ ურთიერთობებს ვერ ხედავთ მომავალს ვერავისთან და ასე შემდეგ, იმდენად რთული იყო ეს დაშორება. და შერიგებაც პრაქტიკულად წარმოუდგენელია ამ ურთიერთობაში, მაგრამ აქ ახალი ადამიანის გამოჩენა ამოგდით, უნდა გაუშვათ ეს მდგომარეობა. ეს უბრალოდ არ იყო თქვენი, ესეც შეგიძლიათ მიიღოთ. ის იყო ურთიერთობა, რომელიც არ არის თქვენი, ესეა დაწერილი და всё. რაც არ უნდა იწვალოთ ამ ურთიერთობაში, ეს არ არის თქვენი. ეს სხვა ადამიანს ეკუთვნის ეს პიროვნება, მიხვდით და თქვენ ცდილობთ რომ რაღაცნაირად ცდილობდით ორივე რომ ერთად ყოფილიყავით, მაგრამ არ გამოგდით რეალურად ერთად ყოფნა. სხვა ადამიანია თქვენი ბედი, ესე რომ ვთქვათ. ეს უნდა გაუშვათ თქვენი გონებიდან. ბევრი წვალეთ აქ, ბევრი რაღაც გადაიტანეთ, მაგრამ ბოლოს შედეგი მაინც არაფერი. შერიგება აქ ნაკლებად პროგნოზირებადია. უფრო სხვა ადამიანზე გადართვა ამოგდით. თქვენ ამ პიროვნების შესახებ გაიგებთ, რომ ოჯახი შექმნა, თქვენ ამ პიროვნების შესახებ გაიგებთ, რომ სხვა შეურიგდა. ეს უბრალოდ თქვენი ყავით ამ მის ცხოვრებაში შესაძლოა რაღაც დროებითი ეტაპი და ისევ რაღაც სხვაზე გადაერთვა ეს ადამიანი, იმიტომ რომ ვიღაცა შეურიგდა ეს ადამიანი და ამიტომ ან თქვენ კი არ შეგირიგდათ, ანუ ამ კომბინაციაში ამოდის რომ სხვა შეურიგდა საოცარი პირდაპირ. და თქვენ გულნადგენი ხართ და როგორ მიჭირს ხოლმე ერთულ კომბინაციებზე საუბარი, ესე ძიმეზე, რომ თქვენ განწყობა არ მინდა ხოლმე დავამძიმო კიდევ უფრო. მინდა პირიქით რომ გაგამხნევოთ იმით რომ სხვა ადამიანი იქნება თქვენ ცხოვრებაში, ამ ყველაფერს აბსოლუტურად მოიშორებთ. ეს ადამიანი ამ ადამიანზე ფიქრი არ ღირს, დაშორდეთ უნდა ბოლომდე, არ შერიგდებით ამ პიროვნებასთან, რაც არ უნდა მძიმე მოსასმენი იყოს, ახლა ეს უნდა ვთქვა. არც გჭირდებათ ეს ადამიანი, რომ ამ მარტივად ვთქვა, სხვა უყვარს ან სხვასთან აქვს ოჯახი რეალურად ამ პიროვნებას და დასრულდა რა თქვენთან ყველაფერი. სხვა ადამიანი შემოდის თქვენ ცხოვრებაში, სხვა ადამიანთან იქნებით ბედნიერი, სხვა ადამიანი გამოანათებს თქვენ ცხოვრებაში და იმ სხვა ადამიანთან გელოდებათ თქვენ მომავალი. თქვენ ოჯახს შექმნით სხვათა შორის. თქვენ გექნებათ სხვა ადამიანთან ოჯახი და იქნებით საკმაოდ ბედნიერი. უბრალოდ ეს რაღაცა მძიმე ლაქად დარჩება ეს პიროვნება თქვენ ცხოვრებაში, მუდმივად გექნებათ ალბათ რაღაცნაირად შეგრძნება იმის, რომ რაღაცაში გამოგიყენათ ამ ადამიანმა და ძალიან გული გტყივათ ამის გამო. თითქოს რაღაცნაირად გადააგორა თქვენთან ერთად რაღაცა თავისი რთული პერიოდი და თქვენ დარჩით ესე სხვა შეურიგდა. იმდენად რაღაცნაირი ცუდი ენერგიის მატარებელი უბრალოდ იმდენად ცუდი რაღაცა დაგიტოვათ ამ პიროვნებამ, რომ მეც მართლაც უნდა თავარ ახლა, რომ ამ გრძნობებთან მოგიწიათ შეჯახება. გამოყენებული ადამიანის შეგრძნება გაქვთ, რომელიც ბინძურად გააკეთა ყველაფერი ამ პიროვნებამ. თელი გულით გთხოვთ, გული არ გაიტეხოთ, სხვა ადამიანი ამოგდით და რასაც ქვია, ღმერთი გიგზავნით სხვა ადამიანს ამ ცუდი ადამიანის გამო. იმიტომ რომ დაგარწმუნებთ იმაში სამყარო, რომ ეს ადამიანი როგორც ეს ადამიანია, ეგეთი არ არის სხვა ადამიანები და თქვენ გელოდებათ ბევრად უკეთესი, ანუ ბალანსი დაირღვა თქვენ შემთხვევაში და ამ ბალანსს ანაზღაურებს სხვა ადამიანი და თქვენ ნახავთ რა ბედნიერი იქნებით სხვა ურთიერთობაში. ძალიან მძიმე კომბინაცია. თვითონ მე მიჭირს საუბარი ამაზე, იმიტომ რომ იმდენად სულიერი მდგომარეობაა თქვენი დამძიმებული, ვინც ახლა მესამე კომბინაციას მისმენთ, რომ გულით მეწოდება თქვენი მდგომარეობა და მინდა გაგამხნევოთ იმით, რომ გული არ დაიწყვიტოთ ამ ადამიანზე. ძალიან ცუდი ადამიანი იყო, ნაგავი ადამიანი იყო, რომელმაც რაღაცა გამოგიყენათ და წავიდა და სხვა შეურიგდა. ესეთი რაღაცა ჩანს და არ ვიცი ახლა რა გამოხმაურება მოყვება ჩემს ვიდეოს ამას რომ
მოусმენთ მესამე კომბინაციას, ვისთანაც გაქვთ ეს კომბინაცია, გული არ დაიწყვეტოთ რა ამ ადამიანზე. რა ეს არის ადამიანი, რომელიც არ გჭირდებოდათ თქვენ ცხოვრებაში და კი ცუდად მოგეკცათ, ძალიან გულნატკენი ხართ, მაგრამ დაელოდეთ ახალ ადამიანს თქვენ ცხოვრებაში. ჩემ სხვა ვიდეოზე გადადით და ნახეთ ახალი ადამიანი სადაც შემოდის თქვენ ცხოვრებაში, იმიტომ რომ აქ არც გინდოდეთ ამ ადამიანის შერიგება, ამან რაღაც არჩევანი გააკეთა, რაღაც ძალიან ცუდი. თავისთვისაც თქვენ გონიათ ეს ბედნიერი იქნება? არა, არ არსებობს ესეთი ადამიანი, ვერ იქნება ბედნიერი, როდესაც ისე არასწორი ნაბიჯებს დგას თავის ცხოვრებაში, ანუ ყველას აქვს თავის დამსახურება. და თქვენ ძალიან კარგ რამეს დაიმსახურებთ, მინდა გითხრათ. აი ამ ეხლა ტკივილსაც გადაიტანთ, თქვენ დიდი სიხარული მოგივათ, ანუ მუდმივი ტკივილი და მუდმივი ბედნიერება არ არსებობს. შესაბამისად, ანუ ამ ურთიერთობაში ხარ ტკივილსაც თქვენ განიცდით, აი ამაზე ორჯერ მეტი სიხარული დაგიბრუნდება სხვა ადამიანის სახით. იმიტომ რომ ყველაფერი კიდევ ერთხელ ვამბობ, ბალანსდება, ანუ არსებობს აი ეს რაღაცა ბალანსი, რაც მოხდება თქვენ ცხოვრებაში. გეხვეწებით აი ამ ადამიანზე, ნუ ინერვიულებთ, იმიტომ რომ გაუშვით ეს არ გჭირდებათ ეს ადამიანი, იმიტომ რომ აი ძალიან ცუდია ეხლა ეს ამ პიროვნება, რაც თქვენ მოგიტანათ. აი ადგილსაც ეხლა თქვენ განიცდით და უბრალოდ თქვით, რომ შენ გზაზე იყავი ბედნიერი, მე ჩემ გზაზე ვიქნები ბედნიერი. არც შენი მობრუნება მინდა, არც შენი ხმის გაგონება მინდა, არც არაფერი გაუშვით ეს ადამიანი თქვენ ცხოვრებიდან. ნუ ებღავუჭებით. აი როგორც კი გაუშვებთ და მიხვდებით, რომ აი ეხლას თუნდაც შეიძლება მიხვდეთ იმას, რომ ეს არ იყო თქვენი. ეს ადამიანი არ შეგერგებოდათ, ესე ვთქვათ. არ არის საჭირო ამასთანაც შერიგება, იმიტომ რომ კარგი სპონტანი არ იქნება. ნელა მიხვდებით რა თავისუფლებას იგრძნობთ. ამან უკვე თავის ნერვიულობა მოგიტანათ ამ ადამიანმა და მაქსიმალურად შეეცადეთ განთავისუფლდეთ აი ამ ძიმე ტვირთისგან, რაც აი ამ ადამიანთან მოგიწიათ შინაგან ბრძოლებთან გამკლავება და დაელოდეთ ახალ ადამიანს, რომელიც აი აბსოლუტურად შეგივსებთ იმ სულიერ ტკივილს, რასაც თქვენ ახლა განიცდით. ამ ადამიანის არ გინდოდეთ არაფერი. ამან უკვე რაღაც არჩევანი გააკეთა ამ პიროვნებამ და არ გინდათ რა ეს პიროვნება. სხვა ადამიანს დაელოდეთ. ვაი. მე ცუდად ვარ თქვენთან ერთად, იმიტომ რომ ძალიან იცით რა არის რაღაც გაკვეთილი მოგცათ ალბათ ამ ურთიერთობამ და ყველათ არ იგზავნება ესეთი ურთიერთობები ხოლმე. დაელოდეთ სხვა ურთიერთობას, რომელიც შემოვა თქვენ ცხოვრებაში და ამ პიროვნებასთან არც ღირს შერიგება, არც დაელოდოთ ამ პიროვნების შერიგებას. ჩემო გოგოებო, ჩემო საყვარელო მანდილოსნებო, არ ვიცი რა გითხრათ, ბედნიერებას გისურვებთ მთელი გულით. ვინც თქვენი ღირსი არ არის, იმას ნუ დაელოდებით, არც გჭირდებათ მათთან შერიგება. წარმატებებს გისურვებთ მთელი გულით და მოხარული ვარ თუ რაიმე თი მაინც დაგეხმარეთ. ძალიან მიყვარს ყველა ჩემი მსმენელი, წარმატებები.